ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე დღეს კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი შესახდა. ნინა ივანიაძემ 6 შვილთან ერთად ნახევრად დანგრეული შენობის ნაწილი დაიკავა. იგი მანამდე ნაქირავებში ცხოვრობდა და ქირის გადახდას ვერ ახერხებდა. ობიექტის დასუფთავებას და სახურავის შეკეთებას, როგორც თავად ამბობს, მეზობლების დახმარებით შეძლებს. ივანიაძე ხელისუფლებას დახმარებას და თავშესაფრით უზრუნველყოფას თხოვს. მარტოხელა დედის ყოველთვიური შემოსავალი სოციალური დახმარებაა. აჭარის მთავრობაში საკითხზე განმარტებები არ გაკეთდა. უწყების პრეს-ცენტრში აცხადებენ, რომ მუყაოს ქალაქში მცხოვრებლებისთვის მომდევნო წელს თავშესაფრის მშენებლობაა დაგეგმილი. ვარ მრავალშვილიანი, 15 წელია ნაქირავებში ვცხოვრობ, ვეღარ ვიხდი ფაქტიურად ბინის სულს, ძალიან გამიჭირდა და რა ვიცი, გადავწყვიტე ასე შევიდე. არავინ არ ცხოვრობს და ვიფიქრე შევალ და ვიცხოვრებ ცოტა ხან. ბინა 300 ლარი ღირს და 300 ლარი ბინაში რომ მივეცი, ბაღნები დამჩამში ერიჩო უცმელი, რა ვქნა არ ვიცი და მირჩევნია, აქ შევიდე და ის ფული რაც ხასე ვიღებ, ბავშვებს მოვახმარო. შესაძლოა ეს ადამიანი რა ვქოთ ხაბაძესგან განსხვავებით ჩვენ შეგვიძლია რომ ერთმანეთ მხარე დაუჭიროთ. მე როგორც დედა ყველა დედას გვერდში დავუდგებით. რა თქმა უნდა მთავრობის საწინააღმდეგოდ ყველა ღონეს ვიხმართ. ყველა გაჭირებული დავუდგებით ერთმანეთს გვერდში და ეხლა ამ ხალბატონსაც ქვა იქნება, შიფერი იქნება, რაც იქნება, თითოლარი იქნება, აუხიკავთ და დავაწყებებთ ჩვენერად ცხოვრებას. სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენთვის ისეთად ვიცით რომ ეს კანონი დარღვევა, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ.